სალამი მეგობრებო, თითქმის ორი თვეა, რაც არსებობს ჩვენი ორგანიზაცია, STEM სისტემები, STEM Science, Technology, Engineering, Mathematics, აი ეს ჩვენი ცოდნის მთელი ასე ვთქვათ, ბლოკები, სფეროები გაერთიანებული ერთ სისტემად. ერთად მუშაობენ, ქმნიან ახალ რეალობას. STEM ობიექტები, STEM სისტემები, ეს არის ჩვენი ძირითადი ასპარეზის. ნებისმიერ სფეროში, სადაც მოქმედებს ადამიანი. ჩვენ STEM სამყაროში ვცხოვრობთ. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სამყაროში წარმატებული საქმიანობისათვის უნდა ვიცოდეთ გარკვეული წესები და გარკვეული მეცნიერება, რომელიც STEM სისტემების მეცნიერების სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ჩვენ აი ამ STEM სისტემების შესახებ სასწავლო რესურსებს ვქმნით, ვავრცელებთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის კონსულტაციებს ვეწევით. სულ 10 დღეა, რაც მე და ჩემი კოლეგა, ახალგაზრდა კოლეგა, ჩემი სტუდენტი, ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო სტუდენტი, ჩვენ მოხსნებით გამოვედით ფსიქოლოგების წინაშე, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ვისაუბრებთ აი ამ საკითხზე, განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტები თანამედროვე ციფრულ რეალიზაციაში, მათი ვალიდურობა და ადგილი ფსიქოლოგიის STEM დისციპლინებს შორის სამყვანი ადგილის მოპოვების სტრატეგიაში. გავშიფროთ ეს ყველაფერი, მოვით აი ესეთნაირად მოვიქცეთ, აი ეს დავშალოთ ჩვენ კომპონენტებად. აი აქ ნახავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა არის სტრატეგია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი პრეტენზიები გვაქვს და ჩვენი საქმიანობა საკმაოდ მასშტაბურ მოვლენებს ეხება. მეორე, ასე ვთქვათ, აი ფრაზა, რომელიც წარმოდგენილია სიტყვებით და აი ამ შემოკლებით, ფსიქოლოგიის STEM დისციპლინებს შორის სამყვანი ადგილის მოპოვება. ანუ ესეც არის დღევანდელი დღის მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ფსიქოლოგებმა წამოწიეს. ანუ რაღაც მომენტში იგრძნეს, რომ ფსიქოლოგია ჩამორჩენილია და ჭირდება მას გარკვეული ენა. ფსიქოლოგიას ჭირდება ამ ენის დაუფლება იმისათვის, რომ სათანადო ადგილი დაიკავოს აი ამ სფეროში და ამ საქმიანობაში. ამ პრეტენზიას, რა თქმა უნდა, აქვს ადგილი, იმიტომ რომ STEM ცოდნის მატარებლები ადამიანები არიან და ჩვენ თუ მათ ფსიქოლოგიას ვერ გავითვალისწინებ, ან არ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, შეცდომები იქნება დაშვებული. განწყობის ფსიქოლოგია, მე ჩემ ძიებებში სად არ ვეძებე და როგორ არ ვეძებე ის ერთადერთი თეორია, რომელიც მუშაობს ყველა იმ მოვლენაში, სადაც ადამიანი არის ჩართული, აღმოჩნდა განწყობის ფსიქოლოგია. განწყობა და განწყობილება სულ სხვადასხვა რაღაცები. არ უნდა შეგვეშალოს, აი ქართულ ენაში არის ესეთი ერთი პრობლემა, როდესაც განწყობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი წინასწარი მზაობა, მოქმედების პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვრეაგირებთ გარკვეულ სიტუაციაზე. პროგრამირებადი არსებები ვართ ჩვენ ფსიქოლოგიური ობიექტები, ეს უნდა გავითვალისწინოთ და მიზანია რომ ყველა იყოს თვითპროგრამირებადი და არა გარედან პროგრამირებადი ფსიქოლოგიური ობიექტი. განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტები თანამედროვე ციფრულ რეალიზაციაში ეს ის არის, რაც მოვიპოვე, რაც შევქმენი ამ დროის განმავლობაში და ვაცხადებ იმაზე პრეტენზიას, რომ აი ამ თანამედროვე ლაბორატორიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა სასარგებლო იქნება ფსიქოლოგებისთვისაც და STEM მეცნიერებათა წარმომადგენლებისათვის, იმისათვის, რომ უკეთესად ესმოდეთ ერთმანეთის ენა. მოდით დავიწყოთ ახლა მოგზაურობა აი ამ სფეროში, რომელიც დავსახეთ. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ, რომ აი ეს დოკუმენტი გაჩნდა 2010 წელს, ხედავთ წამყვანი ფსიქოლოგები, აი აქ შეგიძლია თქვენ ნახოთ უშუალოდ ეს დოკუმენტი, პირველ წყაროც დაათვალიეროთ. იყო გარკვეული მიზეზები, რატომ და როგორ გაჩნდა STEM, იმიტომ რომ წარმოება აი რეალური STEM სამყარო ძალიან უკმაყოფილოა განათლებით და უმაღლესი განათლებით. პრაქტიკულად კადრების მომზადების დარგში არის ძალიან დიდი ჩავარდნა, დაიწყეს სერიოზულმა
მეცნიერება ტევადმა და ტექნოლოგია ტევადმა კომპანიებმა საკუთარი რესურსების შექმნა, საუკეთესო რესურსების შექმნა, ზოგიერთ უნივერსიტეტზე შეფობა და გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს, რომ თავის გარშემო ქმნიან ინტელექტუალურ სამყაროს. ეს არის ტენდენცია, რომელიც შეიძლება იქამდე განვითარდეს, რომ უმაღლესი განათლება იყოს ვირტუალური. ყოველ შემთხვევაში ის რესურსები, რაც არის ამ სფეროებში შექმნილი, როდესაც სამსახურში იღებენ, ისინი თხოვენ მათ გამოცდას, რომელიც აი ამ საუკეთესო რესურსებს ეყრდნობა. ეკოლოგია უნდა გახდეს აი ამ სფეროს წამყვანი დისციპლინა. 15 წლის განმავლობაში ფსიქოლოგიამ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას. ტექნოლოგიურ, საინჟინრო, სამეცნიერო წიგნიერებაზეა საუბარი, ალბათ ზუსტად აი ამ დარგების წარმომადგენლები და მეც ძირითადად ამ დარგის წარმომადგენელი ვარ, რომელიც შეჭრილია ფსიქოლოგიის დარგში, საკმაოდ დიდი ხანია მაქვს ამის გამოცდილება და ალბათ ჩემი მოვალეობაც უნდა იყოს, რომ დავეხმარო ფსიქოლოგია. როდესაც სისტემებზეა საუბარი, ეს ძალიან სერიოზული, ძალიან ეფექტური მიდგომა არის, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, შესწავლის დროს შევეცადოთ წარმოვადგინოთ როგორც დამოუკიდებელი ელემენტები, მათ შორის კავშირები და თუ გვაქვს ამის უნარი, თუ შეგვიძლია ეს ყველაფერი აბსტრაქტული სისტემის სახით წარმოვადგინოთ, ეს იგი ჩვენ ვიცნობთ აი ამ სისტემას და ამ წესით ვქმნით აი ამ სისტემებს, ვაპროექტებთ აბსტრაქტული წარმოდგენების სახით ერთმანეთს უზიარებთ ამ ინფორმაციას, თუ ვწმუნდებით, რომ ეს ინფორმაციას სანდოა, ასლის შექმნის საშუალებას იძლევა, გავრცელების საშუალებას იძლევა, მაშინ ჩვენს გვესმის ყველაფერი. ეხლა ამ მომოცანას თუ შეუდგებით, აი მოდით აი ასეთი სახით წარმოვადგინე ეს ყველაფერი, მოდით აი სისტემური ელემენტები ჩვენ წარმოვადგინოთ აი ესეთი რგოლების სახით, ეილერის რგოლების სახელწოდებით არის ცნობილია ესეთი წარმოდგენა, მეცნიერება არის ერთი რგოლი, ტექნოლოგია არის მეორე რგოლი, ინჟინერია მესამე რგოლი, მათემატიკა მათი გამაერთიანებელი რგოლი და აქ უნდა ჩავსვათ ფსიქოლოგია. თუ მოვახერხებთ ამას, მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება. ამ სიმბოლოებით მოვნიშნე თითეული რგოლი. არც მეტი და არც ნაკლები ვისახავთ ამ ამოცანას. STEM მიდგომა, დაახლოებით ალბათ 20 წელიწადია ვითარდება, შედეგი ჯერჯერობით საგრძნობის შედეგი არ არის. თუმცა დიდი თანხებია გამოყოფილი ამაზე, აქეზებენ, იქნება რაღაც გამოცდილება, მაგრამ რატომღაც არ ეკითხებიან მართლა STEM ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მათემატიკასაც, ტექნოლოგიასაც, ინჟინერიასაც და მეცნიერებაშიც მუშაობენ. მე ზუსტად ესეთი ადამიანი ვარ, დიდი ხანია ესეთნაირად ვითარდებოდი, შეიძლება ითქვას სკოლიდან, მაჩვევდნენ მე ყველა ამ ელემენტს, მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ამის განსახორციელებლად? საუკეთესო მიდგომა არის, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა რასელ აკოფი არის ამის ერთ-ერთი ავტორი, იდეალიზირებული პროექტირება ქვია, საინჟინრო და ახალი რეალობის შექმნის საქმიანობის საუკეთესო მიდგომა არის, სადმე თუ არის რაღაცა მიღწეული ყველგანა ეს ელემენტები ჩანს, თუ ჩავარდნა არის, მაშინ ან ერთი ელემენტი აკლია, ან ოპერაცია აკლია, ან რეალობის აღქმა არ იყოს სრული და მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჟან პიაჟეს ინტელექტის ოპერაციონალური განმარტებაც ნახა ინჟინრებთან როგორ მუშაობენ, როგორ ქმნიან ახალ რეალობას. მიწერა თავის კოლეგებს, რომ ხალხო, ნახეთ რა კარგად მუშაობენ ეს ინტელექტუალები, მეცნიერები და ინჟინრები და მოდით აი ჩვენც ესეთნაირად განსაზღვროთ ინტელექტი. თუ ადამიანს შეუძლია მომავალი წარმოიდგინოს, თუ შეუძლია არსებული მდგომარეობა შეაფასოს, თუ არსებული მდგომარეობიდან ახალ მიზნობრივ მდგომარეობაზე შეუძლია დაგეგმოს გზები, ოპერაციები, რა უნდა გააკეთოს, რომ ამისათვის საჭირო რესურსები მოიპოვოს, გარკვეულ დროში განახორციელოს ეს ყველაფერი, მიაღწიოს ამ მიზნობრივ მდგომარეობას
რეალობას და ეს ყველაფერი იყოს კიდევ სიცოცხლის უნარიანი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში, ანუ ინტელექტს ფლობს. თუ ამას ვერ ახორციელებს, ესე იგი პრეინტელექტუალურ სტადიაში იმყოფება, ანუ განათლების სხვადასხვა სტადიებზე იმყოფება, როცა დაიუფლება აი ამ მიდგომას და ჩვენ აი ამ მიდგომით ვიმუშავებთ. მე ვცდილობ და ჩემს ორგანიზაციაში და ჩემ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, რომ აი ესეთი მიდგომა ბავშვობიდანვე იყოს ყველასთვის უკვე მისაწვდომი და გასაგები და უამრავი რაღაცა, რასაც ბავშვებიც კი აკეთებენ თამაშების დროს თუ უფროსებთან ურთიერთობაში, ზუსტად აი ესეთი მიდგომა არის. თუ შეეცდებიან ჯერ მარტივად აითვისონ ეს ყველაფერი, მერე გაართულონ, ჩვენ უკვე ინტელექტუალური არსებების გაზრდაზე ვილაპარაკებთ ბავშვობიდანვე. აი, არც მეტი და არც ნაკლები. ანუ აი ამ გზით მივდივართ. ნუ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია შევისწავლე, ამ STEM ორგანიზაციის თვალსაზრისით, საინჟინრო ფსიქოლოგია, რომელიც გარკვეული დამაკავშირებელი უნდა იყოს ინჟინერიასა და ფსიქოლოგიას შორის, რამდენიმე კონფერენცია, სადაც შეიძლება იყოს ერთობლივი ენის გამომუშავება, მაგრამ შედეგი ვერ ვნახე. ყოველ შემთხვევაში, აი ფსიქოლოგიაზე თუ არის საუბარი, 32 აი ამ წიგნში ჩანს ეს ყველაფერი, ფილიპ ზიმბარდო, ძირითადი ასე ვთქვათ, ავტორი, აი ამ წიგნის 52 ძირითადი პრინციპია, საწყისია. STEM მეცნიერებათა ნებისმიერი წარმომადგენელი იტყვის, რომ რაღაცაშია საქმე, ასე არ შეიძლება, ხო? რაღაცას ვერ საზღვრავს, ზოგად კანონზომიერებებს ვერ გამოყოფს ფსიქოლოგია. სხვა წიგნებშიც ვერ ვნახე, ინჟინერიასთან კავშირს რაც ეხება, აქ არის კომპილაცია. ქაოსზე და სირთულეებზე ფსიქოლოგიაში ალბათ ვერ ფსიქოლოგები მივიდნენ ამ მათემატიკური მოდელების ელემენტარული მარტივი წარმოდგენების მოთხოვნებამდე და ფორმულირებამდე და ვერც მათემატიკოსები და ჩემი კოლეგები დაეშვნენ ამ გასაგებ მოდელებამდე. მე ვახერხებ ამას და ამით მუშაობ. ანუ ფსიქოლოგია მოსაწესრიგებელია, მოითა ესეთნაირად ჩამოვაყალიბოთ ეს საკითხი. მომიწია მე ჩემ სტუდენტთან, დიპლომანტთან მუშაობის დროს ფსიქოლოგთან აი ესეთი სისტემატიზაცია საერთოდ ფსიქოლოგიის. ინფორმაციის წყარო არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია, დაყოფილი 54 ქვედანაყოფად, სახელწოდებები მეტყველებენ ბევრ რამეზე, თუ სისტემურად გავაერთიანებთ მათ გარკვეულ მიმართულებებად, ან სფეროებად, გამოჩნდება პრაქტიკა და გამოჩნდება თეორია, უკვე ასეთი დაყოფა არის შესაძლებელი და გამოიყოფა აი ესეთი ერთი ნაწილი, რომელიც თეორიას უნდა ალბათ უვლიდეს და ეს უნდა იყოს საუკეთესო ძირითადი პრინციპების ერთობლიობა, საუკეთესო პრაქტიკის გამაერთიანებელი, ანუ პრაქტიკის შესწავლის შედეგად უნდა შეიქმნას თეორიაც და აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, აი ჩემთან ავტორსაც ვეუბნებოდი, რომ ვნახოთ ერთი ფსიქოლოგები როგორ ასწავლიან ფსიქოლოგებს, თუ იციან რა არის ფსიქოლოგია და ფსიქოლოგია უნდა იყოს სწავლასწავლების პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შემცველი. მაშინ იციან როგორ უნდა ასწავლონ. ვერ ვნახეთ ყოველ შემთხვევაში. აქაც საუკეთესო გამოცდილების, გარკვეული სინთეზია, რომელიც ხან მუშაობს, ხან ვერ მუშაობს. ანუ აი ასეთი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა. STEM მეცნიერებები ძალიან ბევრ რამეს მიაღწიეს. ხშირად იხედებოდნენ ფსიქოლოგიის პრობლემებში, ამოცანებში, ზოგიერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ფსიქოლოგებთან ერთად გადაუწყვეტიათ, მაგრამ როგორც წესი ამ კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის შემდეგ შორდებოდა ერთმანეთს ეს ორივე მხარე, კმაყოფილდებოდა ამით და პროგრესი ფსიქოლოგიაში მაინც და მაინც არ იყო. და STEM მეცნიერებებმა დღეს იმას მიაღწიეს, რომ უკვე ფსიქოლოგიის ძირითადი ამოცანა თითქმის გადაწყვიტეს. ასე ფიქრობენ, მაგრამ მე არ მგონია, რომ გადაწყვეტილია ეს ამოცანა და ფსიქოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს. ხელოვნური ინტელექტის
ამოცანა დღეს არის ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი და გამოვყავი უკვე დიდი ხანია რომ დიმიტრი უზნაძეს განწყობის ფსიქოლოგია, განწყობის მექანიზმი, იმიტომ რომ განწყობის ფსიქოლოგიაზე თუ ვისაუბრებთ, უნდა იყოს თანამედროვე ვერსია. ანუ უშუალოდ დიმიტრი უზნაძეს შემდეგ კიდევ იყო არაერთი სამუშაო, რომელმაც კვლევის შედეგად გაამდიდრა ის პირველადი დიმიტრი უზნაძეს წარმოდგენები და დღეისათვის გვაქვს უკვე სრული მოძღვრება, რომელიც უნდა მუშაობდეს და ყველამ უნდა იცოდეს და რატო არ ვრცელდებოდა აი ამის საიდუმლო ისევ ექსპერიმენტებში ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში თითქოს ფსიქოლოგიის, განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტებში იმალება არ იყო ბოლომდე ახსნილი. ამიტომაც აი ჩვენი თემის სახელწოდება აქედან იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია 1966 წელს იოსებ ბჟალავას წიგნი იყო გამოსული ფსიქოლოგია установки кибернетика, ანუ განწყობის ფსიქოლოგია და კიბერნეტიკა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აქედან დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობა და საბოლოო ჯამში მისი რეალიზაცია. არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს ფაქტებია. დიმიტრი უზნაძეს მექანიზმი, მოძღვრება, გაცილებით უფრო ადრე გამოვიდა სინამდვილეში ეს არის სამეცნიერო მონოგრაფია და არასახელმძღვანელო და ვერც ქართველმა ფსიქოლოგებმა, ვერც სხვა ფსიქოლოგებმა ვერ ამოიკითხეს ის გენიალური და ღრმა წარმოდგენები, რაც იყო ჩადებული ამ წიგნში, მაგრამ STEM მეცნიერები ბევრ რამეს ნახულობდნენ. აი ამ მოძღვრებაში ყველაზე პოპულარული და მომქმედი დღეისათვის თითქმის ყველა დარგში ეგრეთ წოდებული ნეიროლინგვისტური პროგრამირება ამას ეყრდნობა. ჩვენ პროგრამირებადი არსებები ვართ. ეს იყო ძირითადი დასკვნა უზნაძეს ძირითადი დასკვნა განწყობილი პროგრამებია. ჩვენ თვით პროგრამირებადი და გარედან პროგრამირებადი არსებები ვართ. გარედან პროგრამირება შეიძლება იყოს კარგი მოვლენა, როდესაც კარგად გვასწავლია, ვითვისებ და პროგრამდებით, მაგრამ მთლიანად იდეალური პროგრამები, პროფესიონალური მომზადების პროგრამები, უმაღლესი განათლების პროგრამები დღეს მოიკოჭლებენ. აი ასეთი ორი სფერო, როგორ უნდა განვახორციელოთ მათი გაერთიანება. ფსიქოლოგები უნდა იხედებოდნენ აქეთ STEM მეცნიერებებში, წიგნიერება უნდა გქონდეთ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში, მათემატიკაში ენას უნდა ფლობდნენ, ეს არის მთავარი პრობლემა დღეისათვის მათთვის და STEM მეცნიერები კი უპრობლემოდ და მე ვარ ერთადერთი, ვინც ასე უპრობლემოდ მოძრაობ ფსიქოლოგთა სფეროში ბევრი რაღაცა აღმოვაჩინეთ. ყოველ შემთხვევაში უზარმაზარი გამოცდილება, რაც ათეულობით, რაც საუკუნეების განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში არის დაგროვებული, დღეს საუკეთესო პრაქტიკით მუშაობს უკვე ფსიქოლოგიაში, ფსიქოლოგიის ეკონომიკას უდევს საფუძვლად, მაგრამ თეორია მოიკოჭლებს. ირკვევა, რომ საუკეთესო ფსიქოლოგები დღეს აი მსოფლიოში მომქმედი საუკეთესო ფსიქოლოგები იწყებდნენ თავის განათლებას ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. მერე დაინტერესდნენ აი ამ ზეამოცანებით და განახორციელეს გარკვეული კვლევები, გარკვეული საქმიანობა. იყო რამდენიმე მცდელობა, ერთ-ერთ მცდელობას გაჩვენებ, ბორის კლაინი ცდილობდა მათემატიკის ფორმულირებას, როგორც ილუზიებისაგან, ანუ ჩვენი რეცეპტორების სისტემების სისუსტეებისგან გათავისუფლების ძირითად ინსტრუმენტად. ანუ ჩვენ მარტო ვისარგებლობთ იმით, რასაც გვესმის, რასაც ვხედავთ, რასაც ვეხებით, თურმე ილუზიები და უამრავი არაზუსტობა ახასიათებს ჩვენ სენსორულ
ორგანოებს და მათემატიკა იძლევა საშუალებას ზუსტად ვიმოქმედოთ და ზუსტად შევქმნათ ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობაშიც მოვახერხოთ ცხოვრება. იყო კიდევ სხვა მცდელობა ძალიან მნიშვნელოვანი, მე ამას რიჩარდ ფეინმანთან ვაკავშირებ, ფიზიკოსთან, რომლის წიგნებზე თაობები გაიზარდა და მისი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის როდესაც რაღაცაზე ვლაპარაკოთ, პირველადი გასაგები მოდელები უნდა გამოვყოთ. ფიზიკოსები იძახიან, რომ თითებზე უნდა აუხსნათ ერთმანეთს და ბავშვებს, 12 წლის ბავშვი უნდა მოვძებნოთ, თუ რამე გვესმის, ან ეჭვი გვეპარება, რომ გვესმის, 12 წლის ბავშვი უნდა ვნახოთ, აუხსნათ ეს ყველაფერი, მერე განვაზოგადოთ. ხო, რატომ 12 წლისათვის ბავშვი უკვე ფლობს რიცხვის და ზომის ცნებებს. ანუ გრაფიკები და რიცხვებით შეუძლია უკვე სარგებლობა, უკვე არაცნობიერ დონეზე და ცნობიერ დონეზე. 8 წლიდან პრაქტიკულად ფლობდი ამას ყველაფერს, ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, როდესაც მივხვდი რა არის რიცხვი, რისთვის არის რიცხვი და როგორ შეიძლება სარგებლობა მაჩვენეს, დამიხაზე. პრაქტიკულად მშობლები უნდა იყონ განვითარების ისეთ დონეზე, რომ ბავშვობაშივე შეუქმნან ეს პირველადი წარმოდგენები ბავშვებს. კოლეგები, მეცნიერები ცდილობდნენ, რომ ისეთი რაღაცა პირველადი წარმოდგენები შექმნან ადამიანებზე, სად ბინადრობს ადამიანი და რას წარმოადგენს, რომლებიც უცხო პლანეტელისთვის, ჰიპოთეტური უცხო პლანეტელისთვის იქნებოდა გასაგები. ანუ რა ზომისა ვართ, როგორები ვართ, რა რიცხვითი სისტემით ვსარგებლობთ, უნივერსალური რიცხვითი სისტემით და ეს ყველაფერი აქ ჩანს. ანუ 4 კოსმოსურ აპარატს გავატანეთ ეს ინფორმაცია. ერთი რაღაცა დაგვავიწყდა, ბავშვები დაგვავიწყდა. და ჩვენ ვართ ზუსტად ის ბიოლოგიური არსებები და იმით განსხვავდება ცოდნა და განათლება შევქმნით. თუ ამაზე ვიზრუნებ ბავშვობიდან, მაშინ ყველაფერი იქნება წესრიგი. ოჯახი უნდა არეგულირებდეს ამას. არც ისე დიდი ხანია, რომ ჩვენ ცივილიზაცია გახდა განათლებული. სულ რაღაც ერთი საუკუნეა, რაც მასობრივი განათლება არსებობს, მაგრამ მოიკოჭლებს. აი საუკეთესო გამოცდილება ვერ ეყრდნობა ფსიქოლოგიურ მოდელს, არ არის მიღებული დღეისათვის განწყობის ფსიქოლოგია, ზუსტად ის მოდელია, რომელზეც შეიძლება ამის ყველაფრის აგება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უჭირს ამ ფსიქოლოგიას გავრცელება. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. რატომ აქვს ესეთი პრეტენზია? ჩემთვის ყოველ შემთხვევაში განწყობის ფსიქოლოგია უკვე 1970 წლიდან გახდა გასაგები და როგორც ორი ძირითადი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მე დავიწყე ამაზე ჩემი წარმოდგენების აგება. აპოლონ შეროზია, ჩვენი პროფესორი, ვიკითხავდა ლექციებს, ჩვენზე ვარჯიშობდა მექანიკა მათემატიკის სტუდენტებზე, თავის იდეებს ამოწმებდა და ის ძირითადი იდეები, ძირითადი პრინციპები, რაც იყო მისი გაერთიანება, ცნობიერი და არაცნობიერი, დამატებითობის პრინციპი და რა თქმა უნდა, საწყისი ინფორმაციაც იყო განწყობის თეორიაზე. ანუ იმ დროიდან ჩემში უკვე იყო ეს ძირითადი საფუძვლები განწყობის ფსიქოლოგიის და დავიწყე ჩემს გარშემო არსებული რეალობის გააზრება აი ამ საფუძვლებს. ძივები თამაში, როდესაც აი ამ წავიკითხე ეს წიგნი, დავინახე რომ ფლობ თურმე მე ამ თამაშს და ჩემი თაობა ფლობს აი ამ თამაშს. ეს იყო საკმარისი უკვე რომ დამეწყო მოძრაობა, მაგრამ რაც შეეხება ფსიქოლოგიას, ჩემთვის არ იყო საკმარისი ეს ყველაფერი. რაღაცა ამას ნამდვილად აკლდა. ყოველ შემთხვევაში ის რაც აკლდა, ის ძირითადი ელემენტი, ეთოლოგია, ამას გავეცანი უკვე 1993 წელს, ყველაფერმა ჩემს მეხსიერებაში დაიკავა თავისი ადგილი. ამის შემდეგ უკვე აღარ გამიჭირდა ყველაფრის ანალიზი. და რაღაცა მიჭირდა და დავინახე რომ ქვეცნობიერი ქცევა მეცნიერებსაც ახასიათებს. ყოველ შემთხვევაში მაგალითებს უყვები ხოლმე სტუდენტებს. პირველადი ჩვენი ასე ვთქვათ ქცევა არის ეთოლოგიური.
ჩვენ ვართ შიშარა და აგრესიული ბიოლოგიური ობიექტები და ხშირად ვერ სარგებლობთ ცნობიერებით გვავიწყდება, გჭირდება გარკვეული დრო, რომ ისევ გავხდეთ ადამიანები და უამრავ შემთხვევაში ჩვენ ვიქცევით როგორც მიჭირს ამ სიტყვის, მაგრამ როგორც უბედური ცხოველები. გაგრძელდა ჩემი განვითარება ყოველ შემთხვევაში ასეთნაირად და როდესაც მე მომიწვიეს უკვე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში საინჟინრო პროგრამის საორგანიზაციოდ, ეს იყო 2007 წელს, 2008 წელს უკვე პროგრამა დაიწყო, აი ამ ადამიანებთან ურთიერთობა ვირტუალური, მათი წიგნები და უკვე დამანახა გარკვეული სერიოზული საფუძველი, რომელზე დაყრდნობაც იყო შესაძლებელი, რომ დავიწყო STEM ობიექტების წარმოება, საცალო ვიზახი ხშირად, შერჩევა მათი და მერე უკვე მოწესრიგება. და ეს ყველაფერი სისტემა დამილაგდა საბოლოო სახით, მაშინ, როდესაც 2015 წელს მე გავეცანი უკვე შოთა ნადირაშვილის მოძღვრებას, რომელსაც ქვია განწყობის ანთროპული ფსიქოლოგია და აი ეს 8 საწყისი ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მე წლების განმავლობაში და ეფექტურად დაახლოებით უკვე 10 წლის განმავლობაში უკვე ეფექტურად მემუშავა ჩემი სტუდენტების ინტელექტუალურ განვითარებაზე. ვცდილობ ეხლა, რომ მთელი ეს ჩემი ცოდნა გამოვიყენო. თავის დროზე, აი ამ რთულ გზაზე სასკოლო განათლებას დაეხმარა ერთადერთი ადამიანი, ჟან პიაჟე, რომელმაც დაკვირვებით ერთ სკოლაში მუშაობით ის ძირითადი პრინციპები გამოყო, რაც მთელ პედაგოგიკაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს და მეც ესეთი გამოცდილება მივიღე 6000 სტუდენტი მყავდა მე შესავალ კურსზე. კურსი იყო აწყობილი ზუსტად როგორც ფსიქოლოგიური ტრენინგი, როგორც ფსიქოლოგიური კვლევა, როგორც უმაღლესი შედეგის მიღწევის ტრამპლინი, ვაკვირდებოდი სტუდენტების ქცევას არ გაგიკვირდეთ, ყოველ წელს იყო დაახლოებით 600 სტუდენტი, სამნაკადად იყო ლექციები, 20 სასემინარო ჯგუფი მუშაობდა, მეც მიმყავდა ეს სემინარები, ჩემი კოლეგების მუშაობდნენ ყველა ლექციას. მე ვკითხულობდი ყველა ნაშრომს, მე ვამოწმებდი, იმიტომ რომ ექსპერიმენტის სახე ქონდა ამას ყველაფერს, მაგრამ დღეისათვის ეს ყველაფერი არის უკვე დასრულებული და შეიძლება მისი გამოყენება და გავრცელება რჩევების სახით. ამიტომ გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის შექმნა და ამ ცოდნის გავრცელება. მე ჩემი სტუდენტებით ვამაყობ, აი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი და მოხსენების თანაავტორი. შეგიძლიათ ეს სურათები დაათვალიეროთ, აი თამარ მახარაშვილი პირველად სასკოლო ასაკში გავიცანი, ყოველ შემთხვევაში აი მისი მოძრაობის ტრაექტორია ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარების გზაზე საკმაოდ საინტერესო იყო. 2012 წელს სკოლის ბავშვებთან მუშაობის სკოლის ინიციატორი, 2015 წელს საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი შეასრულა ინჟინერიის დარგში და მე 19 წელს უკვე საჯაროდ გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ საუკეთესო სტარტით ისეთნაირად განვითარდა, რომ ათასობით ჩინელი და ათასობით ინდოელი სტუდენტი იმ საწყისების მატარებელია. მისური როლას უნივერსიტეტში, სადაც კონტინგენტი ძირითადად ამ ქვეყნებიდან იყო როგორც პირველი სპეციალისტი STEM მეცნიერებებში. საკმაოდ აქტიურად მუშაობდა იქ და ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ამ შედეგებს. აქ შეგიძლიათ სხვა სურათების დაათვალიეროთ, საექსპედიციო პირობებშიც ვაკვირდებოდი ჩემს სტუდენტებს, კიდევ უცხოელ კოლეგებთან ერთად, აი აქ ჩანს ეს ყველაფერი არის დოკუმენტირებული და კიდევ ერთი ჩემი სტუდენტი, რომელიც აი დღეისათვის თავისი მიღწევით არის საუკეთესო სტუდენტი ნამდვილად. ხო, აი აქ თუ წაიკითხავთ, რას მწერდა და როგორ განავითარა ის ცოდნა, რომელიც იყო მის განკარგულებაში, ალბათ ამაში
დარწმუნებული ფსიქოლოგებთანაც მუშაობდი, ფსიქოლოგიის მაგისტრები, ძალიან სერიოზული კონტინგენტი მათაც გვიმუშავე, ეს უკვე ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის კედლებში ხდება, სადაც მომიწვიეს იმისათვის, რომ განვახორციელო კიდევ უკვე აი ეს კვლევები, რაზეც არის დღეს საუბარი. თუ გამოცდილება აი აქ ამ სურათებში ჩანს, ჩემი პირადი გამოცდილება, ჩემი სტუდენტების გამოცდილება და საბოლოო ჯამში ნამდვილად ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტს რომ დაუბრუნდეთ აქ პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილთან და პროფესორ ბაია კალანდირიშვილთან ვადგინეთ დიმიტრი უზნაძეს ყველა ექსპერიმენტი. ეს მაგიდა, როცა დავიწყეთ მუშაობა იყო цаრიელა, მერე უკვე გაივსო აი ამ ხელსაწყოებით. თუ ჩემთვის ეს საკმარისი არ იყო, არ ვიყავი კმაყოფილი წარმოდგენებით. ადამიანი ეხება ამ ექსპერიმენტებს, ძალიან ბევრი შეკითხვა უჩნდება. ეს ექსპერიმენტები და ეს ლაბორატორია, თუ ჩვენ ფსიქოლოგიის შველაზე ვილაპარაკებ და ესეთ სისტემაში მოქცევაზე ფსიქოლოგები საკუთარ თავს ვერ შველიან. ლაბორატორიაში, რომელიც იქნება მისაწვდომი როგორც ფსიქოლოგიის სტუდენტებისათვის, ასევე ინჟინერიის სტუდენტებისათვის, ის ენა ჩამოყალიბდება, რომ ახალი თაობა ფსიქოლოგების და ახალი თაობა ინჟინრების და მკვლევარების იცნობდეს ერთმანეთს, ერთ და იგივე ენაზე ლაპარაკობდეს და ახალ აღმოჩენებზე ფიქრობდეს. როდესაც საუბარია აი ახალ ვერსიაზე, ესეც არის ერთ-ერთი სიტყვა, ყველა ის ექსპერიმენტი, რომელიც იყო კლასიკური, დღეისათვის უკვე აღჭურვილია გარკვეული სენსორული სისტემები და ასეთი კლასიკური ექსპერიმენტების ჩატარების დროს უკვე შეგვიძლია ჩავწეროთ მთელი ეს ექსპერიმენტის პროცესი და მისი ანალიზი გავაკეთოთ. ძალიან საინტერესო იყო ახალი ინტერპრეტაციის ჩამოყალიბება. ზიმანის კატასტროფების მანქანის მოდელი. ანუ კატასტროფების თეორიას ვიყენებთ და ზუსტად აი ამ საბუნების მეტყველო მეცნიერებათა ენის დაუფლება ფსიქოლოგებისათვის აი აქედან უნდა იწყებოდეს. 7 წლის განმავლობაში მიმყავდა კურსი ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში ფსიქოლოგების მაგისტრებთან და მოდელებს ვიხილავდით. რა მოდელები მუშაობენ ზუსტად საბუნების მეტყველო მეცნიერებებში, აი ორივე მხარეს არიან და სიგნალების დამუშავების ფსიქოლოგიური სისტემა იმდენად სერიოზულია, იმდენად რთულია, რომ კატასტროფების მანქანით შეიძლება მხოლოდ მისი მიახლოება და შესწავლა. კიდევ ერთ-ერთი ესეთი სლაიდია, სადაც ჩანს რაში არის სამეცნიერო მიდგომა და თუ ჩავიხედებით ჩვენ ფსიქოლოგიაში, როგორც მეცნიერებაში, გამოდის, რომ ფსიქოლოგიას ზუსტად ზოგად ფსიქოლოგიური თეორია აკლია და რასაც ვაყალიბებ უკვე ჩემთვის ეს ჩამოყალიბებულია დიმიტრი უზნაძეს განწყობის თეორიას ისეთნაირად როგორც მისაღები იქნება ყველასათვის. პუბლიკაციებიც მაქვს ამ მიმართულებით, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სერიოზული ფსიქოლოგების, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, კლინიკური ფსიქოლოგების რეკომენდაცია იყო ამ შრომების პუბლიკაციაზე, ნამდვილად უკვე პირველი, ასე ვთქვათ, სტარტი არის აღებული და ეს პროცესი მიმდინარეობს. რა დროს საუბრობთ ჩვენ ამაზე? იმ დროს, როდესაც რომ მეცნიერება, ტექნოლოგია, ცოდნა და ეს ყველაფერი გარკვეულ შეტევას განიცდის. აი ამ ფაქტის წინაშე ვართ. ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების, ინჟინერიის და მედიცინის აკადემიის მიერ გამოცემული წიგნია, საკმაოდ ასე ვთქვათ, მრავალგვერდიანი, სადაც დღეს გვიწევს იმ საწყისებზე საუბარი, სამეცნიერო მიდგომის საწყისებზე საუბარი, რაც ჩემი თაობისათვის იყო ჩვეულებრივი ამბავი. ანუ ჩვენი ცივილიზაცია კარგავს საერთოდ ცოდნას, ცოდნისაკენ мотивაციას და რაღაცეები ხდება ჩვენს ცივილიზაციაში. ორი სიტყვით განწყობის თეორიის ძირითად პრინციპებზე და ამით დავასრულებ ჩვენს აი ამ ვიდეო საუბარს. პირველი რომ ჩვენ მეხსიერების მოვლენის გარშემო ორგანიზებული სისტემები ვართ. მეხსიერება არის ჩვენი ყველაფერი. მეხსიერება რომ წავშალოთ, აბსოლუტურად არაფრის კეთების საშუალება არ გვექნებათ. ანუ ყველა ჩვენი ფსიქოლოგიური აქტი
მეხსიერებასთან არის დაკავშირებული და ორი ტიპის მეხსიერება გვაქვს აი ამაში ოდნავ მოგვიანებით გავერკვევით და კოლექტიური მოქმედება ეს არის მეხსიერების გაერთიანება, წიგნებთან მუშაობა, ანუ სხვა წყაროებთან მუშაობა და ნებისმიერი კონტაქტი ითვალისწინებს, ინფორმაციული კონტაქტი ითვალისწინებს ამ მოვლენის გარშემო მუშაობას. როდესაც ვიწყებ საუბარს განწყობის ფსიქოლოგიაზე, ვიწყებ ხოლმე საუბარს განწყობის ანთროპული თეორიით. შოთა ნადირაშვილის მოძღვრება არის ძალიან სერიოზული, ის განწყობები, ანუ პირველადი პროგრამები, რაც ჩვენ გვახასიათებს, დეტალურად აქვს შესწავლილი და საბოლოო შედეგით გამოდის, რომ ჩვენი ცივილიზაცია სამი ტიპის ფსიქოლოგიური ობიექტებისაგან არის შემდგარი. ხო, პირველი ინდივიდები მოკლე მეხსიერებით სარგებლობენ. მხოლოდ გუშინ რა იყო და ხვალ რა იქნება ამაზე ფიქრობენ. დანარჩენი არ აინტერესებს. როგორც ბავშვები იქცევიან, ისინი მზა ინსტრუქციებით სარგებლობენ. მეორე ტიპი სუბიექტები. აქ უკვე უმაღლესი განათლება ირთვება ინდივიდების ინსტრუქციები თუ არ მუშაობენ, შეუძლიათ მათი მოდიფიცირება ისეთნაირად, რომ შედეგს მიაღწიონ. ეხლა რაოდენობა ვერტიკალურ ღერძზე რაოდენობა არის გადაზომილი, ანუ ინდივიდების რაოდენობა ძალიან ბევრია, სუბიექტების რაოდენობა ნაკლებია, ეხლა კოლეგები ვინც იცნობენ განწყობის ანთროპულ თეორიაში შეიძლება გაუკვირდეთ, მაგრამ მე შოთა ნადირაშვილის შედეგების ინტერპრეტირებას ვაკეთებ ისეთნაირად, რომ იყოს უფრო გასაგები. და მესამე კატეგორია უკვე პიროვნებები. აი პიროვნებებს შეუძლიათ კვლევა, ირჩევების მიცემის გაკეთება სუბიექტების და ინდივიდებისთვის. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა აი ამ პიროვნების პოტენციალის მქონე, იმიტომ რომ აქ არა მარტო სწრაფვა მოტივაცია არის საკმარისი, არამედ როგორი დაიბადა ადამიანი, რამდენად მძლავრია მისი სტრუქტურა, მისი ტვინის, აქ უკვე თვითონ ბუნება მუშაობს, რამდენად სწრაფად მოქმედებს აი ამ მეხსიერებასთან დაკავშირებული ფუნქციების ერთობლიობა. ამიტომ ყველა ვერ გახდება პიროვნება ამ განმარტებებიდან გამომდინარე. საერთოდ ურევთ ჩვენ ძალიან, როდესაც ინდივიდზე, სუბიექტზე და პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მე შოთა ნადირაშვილის ესეთი ფორმულირებით ვსარგებლობ. ინდივიდი შეიძლება გაჩერდეს რაღაც მიზეზების გამო, შეიძლება დაიბადა როგორც პიროვნების პოტენციალის მატარებელი, მაგრამ ვერ განვითარდა იქამდე, რომ გახდეს ნამდვილად პიროვნება, რაღაცამ არ შეუწყო ხელი. და აი ეს გადასვლები ერთი სახეობიდან ჭყალებში მეორე სახეობაში გარკვეულ ასაკში უნდა ხდებოდეს. იმდან სწრაფად ვითარდება ჩვენს გარშემო არსებული ინტელექტუალური და საერთოდ აი STEM გარემო. თუ ვერ მოხერხდა ამის გადასვლა პრაქტიკულად მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში რჩება აი ესეთ ინტელექტუალურ სახეობად. იგივე ეხება სუბიექტს, თუ ვერ გადალახა, თუ ვერ გახდა პიროვნება, აქ რჩება. ყველაზე კარგი ვარიანტია ინდივიდების, სუბიექტების და პიროვნებების ერთობლიობა, ერთმანეთის ცოდნა, ერთმანეთის ხედვა, ერთმანეთის ცოდნით სარგებლობა. მაშინ ესეც საზოგადოება იქნება მწყობრი და არავითარი კონფლიქტები არ არის. აი დღეს რაც არის ჩვენს პლანეტაზე, ეს არის პრინციპული უთანხმოება და ბრძოლა სუბიექტებს და პიროვნებებს შორის. სუბიექტები რაღაც მომენტში თვლიან, რომ პიროვნებები ნამეტანად ართულებენ აი ამ ჩვენ ცხოვრებას, რომ ყველა ის რეცეპტი საკმარისია, რაც აქამდე გააკეთეს და იწყებენ მათ დევნას. დღეისათვის დამახასიათებელია საუნივერსიტეტო გარემოსთვის. ამას უშუალოდ ვხედავთ ჩვენ და ვაკვირდებით და ჩემი კვლევის შედეგებიც ამაზე მეტყველებს. მაქვს ეს ყველაფერი გამოქვეყნებული თუ ჩვენ ინტელექტუალურ დონეს შევისწავლით,
უნივერსიტეტებში აღმოვაჩენთ, რომ არსებობენ პიროვნება უნივერსიტეტები, აი ეს ის მრუდია, რომელიც ძალიან ფუნდამენტურ განზომიერებას ასახავს, აი ზემოთ არიან ესენი, აი აქ არიან წარმოდგენილები ესენი და აი ეს არის ის ნაწილი, ეს უნივერსიტეტებია, სადაც ბატონობენ ინსტრუქციები, სტანდარტები, გარკვეული იერარქიული მიდგომები და გარჩევები და აი აქ ბატონობენ სუბიექტები. როგორ ვითარდება ეს პროცესი, დავაკვირდებით ამას და შეგვიძლია ჩვენი ცივილიზაციის მომავალიც დავინახოთ. ანუ დაკვირვებადი ხდება ინტელექტუალური საქმიანობა. აი ამ 6 ინდექსით, რომელიც ახასიათებს უკვე ინტელექტუალურ საქმიანობას, ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ მდგომარეობა. ვინდა თუ არა ასია. ცივილიზაციის მდგომარეობა შეგვიძლია ჩვენ დავახასიათოთ, აი ქვეყნები გავითვალისწინოთ. აი სადაც კი არის აი წითელი, ეს ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის უნივერსიტეტები არსებობენ და აქ ნამდვილად პიროვნებები ბატონობენ აი ამ სისტემებში, უნივერსიტეტებში. შეიძლება თავიანთ გავლენას ვერ ახორციელებენ სხვა დანარჩენ საზოგადოებაზე და ეს აშკარად ჩანს. ანუ არც ერთი სახელმწიფო დღეს პრაქტიკულად არ არსებობს ისეთნაირად, რომ საქმიანობის საფუძველი იყოს სამეცნიერო ექსპერტიზა. აღარ გადიან სამეცნიერო ექსპერტიზა სახელმწიფო პროექტები. ამიტომაც გვაქვს ესეთი არეულობა ჩვენ პლანეტაზე. ეს აშკარად ჩანს. აი ასეთნაირად შეგვიძლია დაკვირვებადი ხდება ეს ყველაფერი. ანუ რაზეც ვილაპარაკეთ აქ საკმაოდ მაღალი მატერიებია და აქ რასაც ვიძახი, ესეც ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად უყურებთ ამას და ძალიან სერიოზულად დგას საქმე. ნუ ისევ თუ დაუბრუნდებით ჩვენ შოთა ნადირაშვილის ანთროპულ თეორიას, აი აქ უკვე კიდევ ერთი სიტყვა შემოვიღე, რომ მეხსიერების ტევადობა, ანუ პიროვნებას უნდა ახსოვდეს ბჭყალებში, მაგრამ უნდა სარგებლობდეს მოდელებით, რომლებიც ითვალისწინებენ საერთოდ ადამიანების ცივილიზაციის განვითარების ყველა დეტალს. აქაც კვლევებია საჭირო და ეს პროცესი მიმდინარეობს, სუბიექტები საუკეთესო შემთხვევაში ამ ცოდნით უნდა სარგებლობდნენ, ყოველთვის მიმართულები უნდა იყვნენ პიროვნებებთან საუბრისათვის, პიროვნებების რეცეპტების გათვალისწინებისაკენ და ინდივიდებზე ზრუნვა ორივე ნაწილს ეხმარება, იმიტომ რომ ინდივიდების სფეროში ინდივიდებში იბადებიან ახალი გენიოსები. აი სკოლის ამოცანა მე რომ მკითხოთ, უნდა იყოს ზუსტად აი ამ ბავშვების აღმოჩენა და მე ასეთნაირად მუშაობდი ჩემ სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან, არის გარკვეული კრიტერიუმები, არის გარკვეული მიდგომები, რომ ამ პოტენციალის აღმოჩენა არის შესაძლებელი და რამდენიმე შემთხვევაში ზუსტად აი ესეთნაირად გავატარე სტუდენტი გადავიყვანე ერთ დონეზე, მეორე დონეზე და დღეს უკვე ვამაყობ აი ამ სტუდენტებით, როგორც აი მომავალი კოლეგებით. აი ასეთია ვითარება. ეხლა სად და როგორ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, რადგან საუნივერსიტეტო გარემო გარკვეულ კრიზისს განიცდის, აი რაც ბოლონიის პროცესი დაიწყო, ალბათ უნდა ვიფიქროთ იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს მდგრადი, ანუ პიროვნებებმა უნდა ვიფიქროთ ჩვენ, რომ მასალა მოდიოდეს ჩვენთან, ხო? არ იკარგებოდეს აი ამ საზღვარზე ინდივიდსა და სუბიექტ შორის აი ესეთი ნიჭიერი ბავშვი არ ჩამოურჩებოდეს ამას. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ განვავითაროთ ჩვენ ოჯახთან ურთიერთობა. ოჯახს მივაწოდოთ ის საუკეთესო ცოდნა, საუკეთესო მოდელებით, მარტივი, გასაგები ენით ვიმუშაოთ ოჯახებთან და ამას ვაკეთებთ აი ამ ჩვენ პროექტებში, რომ ბავშვი გადმოვიდეს სუბიექტების სფეროში, რომ მისი პოტენციალი არ დაიკარგოს. არც ერთი გენიოსი, რომელიც დაიბადა ოჯახში, არ უნდა ჩამოურჩებოდეს აი ამ ინტელექტუალური განვითარების პროცესს. თუ ასეთნაირად ავაგებთ ჩვენ ცოდნას ყველა ეტაპზე, მაშინ ყველაფერი იქნება წესრიგში. ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ახლა თუ ვისაუბრებთ ჩვენ განწყობის
თეორიაზე მე არ მინდა კიდევ დიდი დრო დავხარჯო ამაზე, მაგრამ იმუშავეთ აი ამ სლაიდებთან, შეხედეთ როგორი წარმოდგენა გვაქვს. ანუ ჩვენი მეხსიერება ასეთია. სამ ფუნქციად შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი. მეხსიერების მოცულობა, ამ ფუნქციების შესრულების სიზუსტე და სიჩქარე განსაზღვრავს ზუსტად რა პოტენციალს ფლობს სტუდენტი. ეს არის დიმიტრი უზნაძეს მექანიზმი. გააჩერეთ ვიდეო, დააკვირდით კარგად აი ამ სამ არსებობს. აქამდე ვინც მუშაობდა განწყობის ფსიქოლოგიაში, ვერავინ ვერ ყოფდა ესეთ სამ ფუნქციად. მე ვიყავი პირველი და ფსიქოლოგებს როდესაც უთხარი, რომ ბავშვებს აი ესეთნაირად უნდა ველაპარაკოთ ჩვენ განწყობის ფსიქოლოგიაზე, მითხრეს ეს ძალიან საინტერესოა. ნუ ის ფსიქოლოგები, ვისაც პატივს ვცემ და ვისთან თანამშრომლობ. კიდევ ერთი ეტაპი, აქაც მე მგონი ეს უკვე თვით განათლებისათვის ძალიან გამოგადგებათ, რომ აი ეს მეორე ეტაპი, როდესაც ცნობიერება შემოდის, როდესაც აი ჩვენ უკვე პირველ ნაბიჯები გადავდგით, რომ ცნობიერი არსებები გავხდეთ, ხო? როდესაც უკვე ჩვენი პირველადი მექანიზმები უკვე ვეღარ ქმნიან, ვეღარ პასუხობენ იმას, რა უნდა ვაკეთოთ, გამოცდილება არა გვაქვს. მაშინ ჩვენ მივმართავთ სხვა ადამიანების გამოცდილებას და ცივილიზაციის გამოცდილებით ვსარგებლობთ აი ამ შემთხვევაში. აი ასეთნაირად უნდა იყოს აგებული, აი ნახეთ, აი ესეთი პაზლებია, ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს ამის აგება, განათლების სისტემა აი ესეთი პაზლების აგების სისტემა უნდა იყოს, არა ცალკეული კურსები სკოლაში თუ უნივერსიტეტში, არამედ ერთიანი მწყობრი სისტემა, ინტეგრირებული, რასაც იძახიან უკვე ათეულობით წლებია ჩვენი კოლეგები, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას, იქნებ ეს სლაიდი დაეხმაროთ მათ, რომ დაინახონ აი რაში მდგომარეობს ინტეგრირება. ზუსტად სისტემური წარმოდგენა, ზუსტად სემ წარმოდგენა არის. მაგრამ აქ არის გარკვეული სირთულე, მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვანია და მის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. შიში და აგრესიულობა. განათლება ეს არის ახალი რეალობის მიღება. ყოველთვის ამის გვეშინია. ამის სადარაჯოზე დგას აი ესეთი არსება, რომელსაც ლორენცის დემონი დავარქვი. ხან კარგ ფუნქციას ასრულებს, ხან ცუდ ფუნქციას. ქვეცნობიერი ჩვენ უკვე აგრესიული შიში და აგრესიულობა ფერადოთ, გავაწითლოთ და გვახსოვდეთ, რომ უპირატესობის მოპოვება ყველა კონტაქტში, ყველა პირველ კონტაქტში, პირველ პლანზეა. თუ დაიწყებთ ესეთნაირად დაკვირვებას ამ მოდელიდან გამომდინარე, ბევრ საინტერესო რაღაცას დაინახავთ ცხოვრებაში. ეხლა ძალიან საინტერესო მოვლენა. ქალბატონ ლია კურხულს უცდია და შეიმუშავა გარკვეული მიდგომა, რომელიც ჩემი კლასიფიკაციის მიხედვით არის ადამიანების გამოყოფა. ცხოვრებისათვის, საარსებო რესურსებისთვის ბრძოლას კი არ გადაყვა ეს ხალხი. ისინი ერთმანეთს უცვლიან გარკვეულ წარმოდგენას, უზიარებენ გარკვეულ წარმოდგენას ინტელექტუალური რესურსების სახით, პირდაპირ იმას, რაც ეხება აი ამ საარსებო რესურსებს. კულინარია, გაგიკვირდებათ, სად ფსიქოლოგია, სად ინტელექტი, სად კულინარია. არა, ამ ექსპერიმენტებში ზუსტად აი ესეთი რაღაცა ხდება. შეხედეთ ამას, ანუ მეექვსე მოდელის მატარებელი 1000-ობით, 10,000-ობით, 100,000-ობით ადამიანი გამოყო ქალბატონმა ლიამ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ავამუშაოთ პროექტი, სადაც აი ეს სასარგებლო ცოდნა, ბავშვებთან მუშაობის ცოდნა იყოს ამ ადამიანებისთვის მისაწვდომი. აი ასეთი მისია ვითავეთ და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ. და ბოლოს კიდევ ორი სლაიდი, სადაც ისევ კატასტროფების მანქანაზე არის საუბარი, დაათვალიერეთ კარგად ეს სლაიდები. აქ ყველაფერი არის აღწერილი, თქვენ თუ ცდილობთ, რომ ახვიდეთ საუკეთესო პირობებში ცხოვრებაზე, საუკეთესო რესურსებით სარგებლობაზე, რისკის ზონაში ხვდებით თქვენ. კარგად დაათვალიერეთ, რომ შეიძლება თქვენ არ ახართ მზად იმისათვის, რომ
თქვენი მოძრაობის შედეგად საუკეთესო პირობებში აღმოჩნდეთ, მაშინ თქვენ კატასტროფას განიცდით და ჩამოგორდებით ქვემოთ. სიმძიმის დამწევი ძალა მოქმედებს ყველა ესეთ შემთხვევაში. ესეც ელემენტარული კატასტროფა არის. თუ რისკავთ, თუ არ იცით, მოახერხეთ ამას თუ არა, ზურგში კედელი უნდა იშენოთ აუცილებლად და კედელი, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. თქვენი ბავშვი უნდა იყოს პირველ რიგში აი ის მიზანსწრაფვა. ის აღმოჩნდეს მაღალ დონეზე, იყოს მზად აი ამ რთულ პირობებში, რომ გაიაროს გარკვეული ევოლუცია და მოხვდეს საკმაოდ სერიოზულ ინტელექტუალურ დონეზე და მოთხოვნილი იყოს მისი ინტელექტი. ეს დავისახოთ მიზნად, რომ ჩვენ დავეხმაროთ ახალგაზრდა მშობლებს, რომ მიაღწიონ ისეთ შედეგს, რომ მათი ბავშვები იყონ განვითარებულები. ახალი წლიდან, აი დღეს 29 დეკემბერია, ახალი წლიდან ჩვენ დავიწყებ პროექტის განვითარების ახალ სტადიას და კონკრეტული რეცეპტები გვექნება, კონკრეტული გაკვეთილები. მთელი ჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრების გამოცდილება იქნება გამოყენებული ისეთნაირად, რომ ოჯახები გავხადოთ სუბიექტებად და პიროვნების თვისებების მქონე ბავშვი აუცილებლად მიაღწევს თავის განვითარების უმაღლეს პოტენციალს. გისურვებ საუკეთესო მიღწევებს და თუ ვითანამშრომლებთ ჩვენთან და განვითარდებით, ახალ წელს ნამდვილად გვექნება ჩვენ საკმაოდ სერიოზული წინსვლა ამ ამოცანების რეალიზება.